არაფრით არ შეიძლება თუ რაღაცა არ გიყვარს და გაიგონე რომ სასარგებლოა მაინც და მაინც იმით გააკეთო, ხო? არავითარ შემთხვევაში სმულს როცა აკეთებ, უნდა იყოს შენთვის პირადად გემრიელი. მაგრამ დაჩევაც ხო იცის, რეცეპტორები დაჩევაც არის, თუ შეძლებ რომ შეიყვარო, კი ბატონო, თუ არა და უნდა გააკეთო ისეთი, რომელიც შენთვის არის გემრიელი. იმიტომ რომ დადებითი პირის რეცეპტორები მის შენთვის მისაღებია. პოზიტიური ეს განწყობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. დანაკლების სიამოვნების შეცდომა. თქვენი სმუზის დრო მოვიდა. კი არა და ჩვენი საერთო შუადღის სმუზი დავარქვათ, ხო? დავიწყოთ. რა არის საჭირო? თაკო ინგრედიენტებს გამოიყენებთ და აი თქვათ რომ დავასახელოთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც თქვათ კარგი იქნება თუ ჩავთავთ ჩვენს სტილის სმუზში. ხა სმუზი შეიძლება გააკეთო, არ ვიცი ალბათ 1000-ნაირი, მაგრამ ახლა ჩემი სმუზი, რასაც ახლა წარმოგიდგენთ, არის უფრო რადგან მე ვარ ექიმი და ხშირად მუშაობ პაციენტებთან, მათ შორის ორსულებთან, ზოგჯერ აქვს შეკრულობა და ეს ორსულობის პერიოდში ქალებს აწუხებთ ეს მომენტი. ძალიან ხშირად მე ვერიდები რომ წამალი დაუნიშნო და ჯერ ვუნიშნავ სმულს და სხვათა შორის დაახლოებით, ну რა ვიცი, 90% შემთხვევაში კარგი შედეგი აქვს. თუ თქვათ და რომელია ეს ინგრედიენტები? თუ არ მოეწონა ხუთის შემთხვევები, თუ არ მოეწონა გემოთი, ну კი ბატონო, მაშინ რომელია ეს ინგრედიენტი? ეს არის 3 კივი, 2 პორტოხალი, აი კივი დავდოთ, 3 ცალი. 3 პორტოხალი, კივი 3 უკაცრავ დავიბენი, შემდეგ 2 3 კივი, 2 პორტოხალი დავდოთ. 1 რა ქვია იმ ხელს? აი ჯინჯერი? გრეიპფრუტი. დავიწყე. და ნახევარი ლიმონი. ნახევარი ლიმონი. всё, აი ეს არის. ეს არის? მხოლოდ ეს არის. აი მე ვიყოჩავია. ახლა რა არის? რა ესე ვთქვათ, როგორ გითხრათ, უარყოფითი რა აქვს ამ ემა, ну, უარყოფითი როგორ ჭყალებში. შეიძლება იყოს ცოტა მჟავე, რადგან არის ბევრი ციტრუსი, ახლა ვისაც არ უყვარს მჟავე, შეიძლება ცოტა ემჟავოს. ამ შემთხვევაში შეუძლია დაამატოს 1 კოვზი თაფლი. რა ვიცი, ახლა სტევია ახსენეთ, მე პირადად სტევიას მიჩვენია თაფლი. რომ დავამატო 1 კოვზი, ან ბანანი დაამატო. ბუნებრივი ინგრედიენტი დავამატო. ანუ ნებისმიერი ტკბილი ხილი, რომ ცოტა დაატკბოს, მაგრამ შეიძლება პირიქით ესეთიც უფრო მოეწონოს. ხალხმანა, ყოველდღიურ რეჟიმში შეიძლება რომ მსგავსი ტიპის სმუზი მივაწოდოთ ჩვენს ორგანიზმს თუ თქვათ კვირაში რამდენჯერმე? გასაკურველია, ყოველდღეც შეიძლება, მაგრამ ჩვენ როცა რაღაცას ვაკეთებთ, ჭამთ თუ ვიღებთ პროდუქტს, ჩვენს ორგანიზმსაც უნდა მოусმინოთ. მოусმინოთ ნიშნავს, რომ ეხლა ყოველდღე ერთი და იგივე სმუზი რო ჭამო და მაინც და მაინც სმუზი შეიძლება მოგწყინდეს, ესე ვთქვათ, და არ მოგინდეს ყოველდღე უბრალოდ, რა ვიცი, ინდივიდუალურია ალბათ. ეხლა თქვენ კი ახსენეთ, რომ ეს სელებრიტები ყოველდღე იღებენ, ძალიან კარგი. ჩემზე რას ფიქრობთ, იმიტომ რომ მე მქონდა ესეთი გამოცდილება, ძალიან პოზიტიური და უბრალოდ მარტივად ხანდახან ვაკეთებდით, რომ წყალზე ვაყენებდით ჩიას და ასე მივირთმევდი. ჩია ეს არის ცილები, საკმაოდ დიდარი ცილებით პროდუქტი და ძალიან კარგია. ჩიის დამატებაც კარგია ნებისმიერ კოქტეილში. მაგრამ რა არის? აი კოქტეილის შემთხვევაში ჩიას აღარ ბაღბივებთ პირდაპირ გავაღვივოთ. ცოტა უნდა გავაღვივოთ. ეხლა ჩემი პირადი მით მოგიყვებით, რომ ჩიას როცა ვყრი, თუ ვუმატებ კოქტეილს, ცოტა ხანი მაინც 10-15 წუთი მაინც უნდა გააჩინო. მე ეხლა უცოტა ხანი უნდა ვიხმაურო, რადგანაც ვერ მოახერხეთ სრულფასოვნად, როგორც თქვენ თქვით. ლიმონი პირველია, გრეიპფრუტი, პორტოხალი, კივი. სხვა რაოდენობის უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ესე ჩქარა ვერ ვჭრი მე.